ისწავლეთ, როგორ უნდა გახადოთ ადამიანები თქვენზე დამოკიდებულები. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვიხილავთ ძალაუფლების 58 კანონს. კონკრეტულად კი მე-11 კანონს. კანონის ფორმულირება. საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყოველთვის საჭირო და სასურველი უნდა იყოთ. რაც მეტად სჭირდებით, მით უფრო თავისუფალი ხართ. ისე მოახერხეთ, რომ ადამიანების ბედნიერება და აყვავება თქვენზე იყოს დამოკიდებული და აღარაფრის შეგეშინდებათ. არასოდეს ასწავლოთ იმდენი, რომ თქვენ გარეშე მოახერხონ ფონს გასვლა. ამ კანონს ნამდვილად ძალიან ვეთანხმები, განსაკუთრებით კორპორატიულ გარემოში. არ ვეთანხმები ცხოვრებისეულ პირად ურთიერთობებში, შეიძლება არც თუ ისე პრაგმატული ვარ, მაგრამ ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, ვისთანაც სესიები მაქვს კოუჩინგის, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ თუ ვიცი და შემიძლია კენწეროში ასვლაც ვასწავლო, რომ კარგად იყვნენ. მაგრამ კორპორატიულ სამყაროში თუ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თავზე და არ გვინდა რომ ყველა რესტრუქტურიზაციამ, ფორს-მაჟორმა, პანდემიამ თუ სხვადასხვა მოვლენამ შეგვეშინოს და ჩვენს კარიერაზე იმოქმედოს, მაშინ ნამდვილად ეს სამსახური უნდა გავხადოთ ჩვენზე დამოკიდებული. ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარებში დამიწერა, რომ ახლოს მომეწია კადრი და კამერა დავიდგი შესაბამისად უფრო ახლოს. მაინტერესებს თქვენი აზრი, ესეთი ფორმატის ვიდეო უფრო მოგწონთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად დავფიქრდი, ჩემი სახე ახლოს შეიძლება უფრო კარგად აჩენდეს ჩემს ჟესტებს, სხვადასხვა მახასიათებლებს, როგორ რეაგირებ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ამბავზე თუ ემოციაზე და რაღაცნაირად ვიფიქრე უკეთეს კავშირს დავამყარებ თქო იმით, რომ მე კადრი ახლოს მოვწია და ჩემს სახეს უფრო ახლოს ხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია და ძალიან გხავთ დამიწეროთ, მოგწონთ თუ არა ესე ახლოს რომ ვზივარ. სანამ ავტორის მაგალითებზე გადავალთ, რა თქმა უნდა, მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ეს მარტო კორპორატიული სამყაროს მახასიათებელი არ არის, არამედ ძალიან კარგად ვრცელდება ამ კანონის ფორმულირება და პრინციპი საჯარო სამსახურზე და ზოგადად ყველა ტიპის სამსახურზე. და ჩემი კარიერიდან მახსენდება ესეთი მაგალითი, როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში ვიმუშავე 6 წელი, აქედან 5 წელი ვიმუშავე როგორც ჩაუნაცვლებელმა კადრმა და 1 წელი ვიმუშავე როგორც ჩანაცვლებადმა. ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გადაწყვეტილი მქონდა წამოსვლა, მაგრამ გეტყვით რა ხდებოდა პირველი 5 წელი, როცა მათი აღქმით ჩაუნაცვლებელი ვიყავი და რატომ ვიყავი ჩაუნაცვლებელი. მე არ ვიყავი ჩაუნაცვლებელი, იმიტომ რომ ჰარვარდი დავამთავრე და native speaker-ი ვიყავი, არ ვიცი UK-დან ან ASHISH-დან, ქართველი კორპორატიული იურისტი ვიყავი, მქონდა ქართული 2 დიპლომი, თუმცა ისე აეწყო ჩემი კარიერა, რომ სულ კარგი სამსახურები მქონდა და ვმუშაობდი არაქართულ კომპანიებში. აქედან გამომდინარე, ჩემი, ესე ვთქვათ, საქართველოს დიპლომები დიდად არც დამჭირვებია და არც შეუშლია ჩემთვის ხელი, მაგრამ თვითონ როცა სამსახურში შევაბიჯე ფეხი და მივხვდი, რომ ეს სამსახური ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და აქ შეიძლებოდა გავზრდილიყავი როგორც პროფესიონალი, ბევრი რაღაც მესწავლა, მართლაც ასე იყო, ბოლოს 18 ქვეყნის იურისდიქციას ვხარავდი როგორც იურიდიული მრჩეველი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მივხვდი, რომ უნდა გავიდგა ფესვები. იმიტომ რომ დავაკვირდი ადამიანები, რომლებიც იქ
ბევრი წელი მუშაობდნენ, რატომ მუშაობდნენ და რატომ უშვებდნენ ზოგიერთ კადრს ერთ წელზე ადრე 2 თვეში, 3 თვეში. საკმაოდ ისეთი კომპანია იყო, თუ ვინმე არ მოწონდა, ამას მალევე გადაწყვეტდა და უშვებდნენ სამსახურიდან, რაც არ უნდა კარგი რეგალიები ქონოდა ამ კადრს. და რა აღმოვაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი მუშაობდნენ და ესე ვთქვათ, არც ერთი რესტრუქტურიზაცია, რეორგანიზაცია და კომპანიის კრიზისი არ შეეხოთ, იყვნენ ეგრეთ წოდებული ყველაფერშიგები. არ ვიცი სხვანაირად ქართულად როგორ თქვა, მაგრამ გარდა იმისა, რომ თავის საქმეს გულმოდგინედ აკეთებდნენ და ყველაფერი, რაც მათი ოფიციალური ვალდებულება იყო, პირნათლად ასრულებდნენ, ასევე გადიოდნენ ამ ფარგლებს მიღმა, არასდროს არ ეუბნებოდნენ CEO-ს, რომ ეს ჩემ სამუშაო აღწერილობაში არ წერია და ეხლა მე ამას ვერ გავაკეთებ, შაბათ-ზარზე ვერ შემოვალ, იმ დეპარტამენტს ვერ დავეხმარები. ეს ადამიანები და ადამიანები რა ორზე არის აქ საუბარი, ორ ადამიანზე, ფესვები გადგმული ჰქონდათ ყველა დეპარტამენტში, ყველა დეპარტამენტის საქმეში იყვნენ ჩახედულები, ძალიან კომპანიაზე ორიენტირებულები იყვნენ და შესაბამისად ისინი იყვნენ ჩაუნაცვლებელი კადრი, არა იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები იყვნენ, ყველაზე გონიერები ან ვინმეს არ შეეძლო მათი საქმე ეგრე არ შეესრულებინა. უბრალოდ იმდენ რაღაცას მოედნენ, რომ ეს ადამიანები რომ ამოგეგლიჯა ამ კომპანიიდან ძალიან ბევრი რაღაც ჩამოიშლებოდა და რაღაცნაირად მივხვდი, რომ წინსვლის, თავის დამკვიდრების, რეპუტაციის შენების, თავის მოწონების და თვითგადარჩენის გზა იყო ზუსტად ის, რომ ესე ყველა დეპარტამენტს უნდა დავხმარებოდით, თან ზოგიერთი პროფესია გაძლევს მაგის საშუალებას, რომ ყველა დეპარტამენტს მოედო. მაგალითად, CFO და ფინანსები ყველა დეპარტამენტში უნდა იყვნენ ჩახედულები, ასევე CLO და იურისტი ყველა დეპარტამენტს ეხმარებიან თავის საქმიანობაში და მეც ესე გავიდგი ფესვები. თან ამასთან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ცუდი ხასიათი არ ქონდათ და კონფლიქტურები არ უნდა იყოთ, მაგრამ შეიძლება რომ თავისებური იყოთ, იმიტომ რომ ეგ რაღაცნაირად თქვენს იმის უფრო განსაკუთრებულს ხდის. და ამ კომპანიამ ამ 5 წელში გამოიარა 2 ძალიან დიდი რეორგანიზაცია, სადაც პირველად გაუშვით 1200 ადამიანი და მეორედ 700 ადამიანი. ნუ რამდენიმე წლის ინტერვალით და მათ შორის ჩემი უფროსით გაანთავისუფლეს სამსახურიდან, რომელიც ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი ფაქტი, იმიტომ რომ ვერ მივხვდი ეგეთი წონის, გამოცდილების, რეპუტაციის მქონე ადამიანი სამსახურიდან როგორ გაუშვეს, თუმცა მისი ხელფასი ძალიან მაღალი იყო, ბიუჯეტი უნდა შემცირებული იყო, თან იყო კონფლიქტური, ფეთქებადი, პლუს არ იყო მოდებული ყველა დეპარტამენტს და მაგას უფრო ესეთი დასავლური აზროვნება ქონდა, რომ რაც ჩემი საქმეა გავაკეთებ, მაგრამ იმის იქით მე ნუ მეკითხები არ გავაკეთებ და ეს მისი უარები, რომ არ გავაკეთებ, რეალურად დაგროვდა და როგორც კი რეორგანიზაციის შესაძლებლობა მიეცათ, გაუშვეს. და მართლა შოკის მომგვრელი იყო და მე მეგონა რომ მეც გამიშვებდნენ სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ პირიქით დამაწინაურეს, ხელფასიც მომიმატეს, ბონუსიც მომიმატეს და ძალიან კარგი პირობები შემიქმნეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ჩემი იქ ყოფნა ძალიან ბევრ დეპარტამენტს ეხმარება. აი მაგალითად რომ მოვყვე IT დეპარტამენტს დავეხმარე იმაში, რომ მთელი კომპანიის მასშტაბით დაენერგათ ჯირას სისტემა იმისთვის, რომ ავტომატიზებული ყოფილიყო დავალებები და ეს პროექტები და სტატუსები მიგვანიჭებინა, ვინ რას აკეთებს, როდის აკეთებს. მეილით კი აღარ ხდებოდა პროექტების მენეჯმენტი და დავალებების კეთება, არამედ კონკრეტულ პლატფორმაზე და მთელი კომპანიის მასშტაბით მე და IT-მ გავაკეთეთ ეს. ან HR-თან ერთად, უпростоრად HR-ის ინიციატივით და მათ მაგივრად ყველა დეპარტამენტს გავუკეთე ტრენინგი პოლიტიკებზე და პროცედურებზე. 2 თვე მიმდინარეობდა ეს პროექტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად ჰარვარდით ან ჩემი ზედმეტი ტვინით კი არ დავიმკვიდრე თავი, იმით დავიმკვიდრე თავი, რომ საკომუნიკაციოდ მარტივი
ადამიანი ვიყავი, არ ვიყავი კონფლიქტური, ძალიან შრომის მოყვარე ვიყავი, ჩანდა ჩემი ლოიალურობა იმაშიც, რომ მარტო კვირა დღეს ვისვენებდი. კიდევ რა იყო და რომ ყველა დეპარტამენტს ვეხმარებოდი იმის მიღმა, ვიდრე იყო ჩემი ვალდებულება. მე ხა არ გირჩევთ, რომ გინდა თუ არა თქვენ ესე გააკეთოთ ან არ გააკეთოთ, უბრალოდ თუ გინდათ რომ სამსახურში იყოთ სტაბილურად და იყოთ ჩაუნაცვლებელი და წინ წახვიდეთ და თქვენს გარეშე არ შეეძლოთ, მაშინ ესე უნდა მოიქცეთ და თქვენ თუ უბრალოდ ესე მიუდგებით, რომ ეს 9-დან 6-მდე სამსახურია და აქ მთავრდება ჩემი ვალდებულებები, როცა კრიზისული მომენტი დადგება, ისინიც ეგრე მოგეპყრობიან და უნდა გქონდეთ მაგის მზაობა. მაგრამ ეს პერიოდი იყო ჩემი მუშაობის 5 წელი. მერე გადავწყვიტე, რომ სხვა სამსახურში მინდოდა გადასვლა და ვიპოვნე უკვე ახალი სამსახური და შესაბამისად ბოლო 1 წელი იყო ჩემთვის მე თვითონ ვიყავი დემოტივირებული და მოვეშვი, რომ აღარ დავეხმარე ერთ დეპარტამენტს, მეორეს უარი ვუთხარი, შაბათ-კვირას ზარზე აღარ შევდიოდი და რაღაცნაირად როგორც მე ნელ-ნელა შემეცვალა მათ მიმართ დამოკიდებულება, იმათაც შეეცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება და რომ მივწერე ვაპირებ წასვლას ძალიან დიდი მადლობა და იმიტომ რომ კარგად დავშორდი ამ კომპანიას ეს მადლიერებით, ადრე თუ ყველაფერს იზამდნენ რომ გეხვეწები დარჩი და ოღონდ არ წახვიდე და ჩვენთან იყავი და რა გინდა აბა გითხარი და ყველაფერს გაგიმჯობესებთ, რასაც გვეტყვით, მითხრეს რომ რაღაცა დიდი მადლობა, გაფასებთ, გისურვებთ წარმატებებს, ოღონდ ნუ 6 თვე მაინც არ წახვიდე რომ მოასწრო გადაბარება და ნუ 6 თვე დავრჩი და მე 6 თვის კომპენსაციას მომცეს როგორც ბონუსი, რადგან კომპანიას დავეხმარე და ესე დავიშალეთ, მაგრამ აი ამ კანონის კონტექსტში ზუსტად ხვდები, რომ როცა ისინი ჩემზე დამოკიდებულები იყვნენ და ჩაუნაცვლებელი ვიყავი, მე ვიქცეოდი ისე, როგორც მოგიყავით, შესაბამისად მათგან მოპყრობაც იყო სხვანაირი. როგორც კი მე ჩემი დამოკიდებულება შევცვალე და ესე ვთქვათ, მოვეშვი და მოვდუნდი ამ კომპანიის მიმართ, იმათი დამოკიდებულებაც შეიცვალა და მიხვდა, რომ ძალიან ჩანაცვლებადი ვარ, იმიტომ რომ იმდან მნიშვნელოვან პრობლემასაც არ ვუგვარებ კომპანიას. აქედან გამომდინარე, დაფიქრდი თქვენ მიზნებზე და ისე იმოქმედეთ სამსახურში, რაც არის თქვენი გრძელვადიანი გეგმა. იქ გინდა თავის დამკვიდრება, გინდა დარჩენა, თუ ეს არის რაღაც ერთწლიანი გამოცდილება თავგადასავალი თქვენთვის. ავტორი გვეუბნება უნდა შექმნათ ვითარება, რომელშიც არ დაიკარგებით. შეგეძლებათ სხვა პატრონის ან მფარველის მოძებნა, მაგრამ თქვენს არსებულ პატრონს კი დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე თქვენაირი გამორჩეული ტალანტის ხელქვეითს მოძებნის. და თუ კი გულახდილად რომ თქვათ, არც ისე შეუცვლელი ხართ, შექმენი შთაბეჭდილება, რომ სწორად ასეა. აქ კიდევ მიუბრუნდები იმას, რომ არ არის აუცილებელი ვიყოთ ძალიან ჭკვიანები. არამედ აუცილებელია, რომ ბევრ პრობლემას ვაგვარებდეთ კომპანიაში ან საჯარო სამსახურში ან იმ სივრცეში, სადაც მოვაწეობთ იმისთვის, რომ ჩვენი იქიდან წასვლა იყოს კატასტროფა. და ზუსტად ეს ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ შეუცვლელი ხარ და არა ის, რომ ძალიან კარგად სწავლობდი სხვაგან და ძალიან ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული. და აქ ისევ ჩემი სამსახურიდან მახსენდება ერთი მაგალითი, ერთი ადამიანის, რომელიც არ ვიცი, გველივით დასრიალებდა დეპარტამენტებს შორის. და თან პიროვნულად დიდად არავის უყვარდა, მაგრამ კონფლიქტური საერთოდ არ იყო. უბრალოდ მისი ეს მლიქვნელობა, ზედმეტი სიტუაციურობა, გამომყენებლობა, ტყვილი დაპირებები, რომ მისი მიზნისთვის მიეღწია, ყველა შემჩნეული ქონდა რა და ამიტომ ზურგს უკან საუბრობიდან განწყობა იყო, რომ არავის არ მოწონდა და ამ კომპანიას ყავდა ძალიან კარგი CEO და დამფუძნებელი ერთი და იგივე ადამიანი იყო და ძალიან კარგი ღირებულებები ჰქონდა ადამიანური და სულ მიკვირდა, რომ ამ ადამიანს რა საერთო აქვს ამ ადამიანთან ისეთი,
რომ არ უშვებს სამსახურიდან, იმიტომ რომ ვინმეს ხმარო აეწია, ან ზედმეტი ძახილის ნიშანი დაეწერა მეილში, მაგის გამო შეიძლება სამსახურიდან გაეშვათ რა, აი ძალიან ყურადღება ექცევა და პატივისცემას და იმას, რომ არ ყოფილიყო ვინმე ტოქსიკური ან კონფლიქტური და ეს ადამიანი არ იყო ეგეთი, მაგრამ ცალსახად უსიამოვნო იყო, ვითომ კეთილი იყო, მაგრამ ბოროტი იყო და უბრალოდ მე ეხლა რაც აღარ მუშაობ იქ მივხვდი, რომ ეს ადამიანი იმდენ პრობლემას აგვარებდა და როცა შენ დამფუძნებელი და CEO ხარ და ბევრი მილიარდია უკვე შენს ანგარიშზე და აღარ გინდა რომ ყოველდღიურად იყო ჩართული ოპერაციებში, სულ ზარებზე გეძახოდნენ, ფაილებს გიზიარებდნენ, პრეზენტაციებს ინვესტორებთან დადიოდა შეხვედრებზე. ეს როცა უკვე აღარ გცალია ამისთვის, რაღაცნაირად აღარ უყურებ იმ ადამიანის პიროვნებას, იმიტომ რომ იმდენ რაღაცას გიგვარებს, რომ მოდი იყოს როგორიც არის რა, ესე ვთქვათ, შენი ყოველდღიური თავის ტკივილის წამალი არის და თუ მოხვდებით ეგეთ სიტუაციაში, რომ თქვენს უფროს ან მენეჯერს შეგიძლიათ აი ყველაფერი ჩამოაშოროთ, რაც მას არ სიამოვნებს, არ მოწონს კეთება, რუტინული არის და ასე შემდეგ, გააკეთეთ ეგ, იმიტომ რომ მისთვის იქნებით ჩაუნაცვლებელი. ძალიან ძველი სამსახურიდან წამოვედი, იმიტომ რომ თავს არ ვგრძნობდი დაფასებულად ბოლოს. და მინდოდა წინსვლა და რომ მომხდარიყო ჩემი წინსვლა რაღაცნაირად ჩემი მენეჯერის კონკურენტი გამოვდიოდი. აქამდე თუ ორი ნაბიჯი გვაშორებდა, რომ დავეწინაურებინა, ერთი ნაბიჯი დაგვაშორებდა და თავს იკავებდა, მოკლედ 3 წელი გამჭედა ერთ პოზიციაზე, მაგრამ ხელფას მიმატებდა. თუმცა არ იყო ეს ისეთი ვაუ მატება, რომ მაგის გამო დავრჩენილიყავი და გადავწყვიტა, რომ ნუ ეხლა მე მაგ ადამიანს იქიდან ვერ გავუშვებდი და რატო უნდა გამეშვა? გადავწყვიტა მე წავსულიყავი. ერთ სასაცილო მაგალითს მოვყვები, ჟურნალი ეკონომისტის გამომწერები ვიყავით, ელექტრონული ვერსიის, მთელი კომპანია და მომდის მეილი ჩემი უფროსისგან და რაღაც აწერია, რომ ეკონომისტის სტატია დიდი ბრიტანეთი აპირებს ევროკავშირიდან გამოსვლა. ქვემოთ უწერია Please take care. ანუ ტიპი იმდენად არ ამოწმებდა შინაარსი რა იყო მეილში და არ კითხულობდა, რომ ბოლოს სტატიებს მიგზავნიდა, რომ ამასაც მიხედე, ამასაც მიხედე, ამასაც მიხედე. მე კი ხუმრობდი მე, რომ მე რანაირად მივხედავ ახლა Brexit-ს, მაგრამ ეგეთ სიტუაცია იყო ამ ადამიანთან. ანუ მართლა ჩაუნაცვლებელი ვიყავი, მაგრამ იმიტომ რომ კონკურენტად აღმიქვამდა, არ მაწინაურებდა. ერთ დღესაც შევედი, ვუთხარი რომ გადავდივარ სხვა სამსახურში, მითხრა ერთი კვირა მომეციო და ახალი პოზიციაო იქნებაო შენთვისო, ვუთხარი უარი, იმიტომ რომ სხვა სამსახურში ისეთი პირობები შემომთავაზეს, რომ ეგენი ვერ გამიუმჯობესებდნენ ეგრე და ნუ ვუთხარი რომ აი ერთი თვითონ და გაფრთხილებ და მივდივარ და მადლობა და არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. დაიწყეს გასაუბრებები იმ ერთ თვეში, ვერ იპოვნეს ვერავინ, დამტოვეს 6 თვე კონსულტანტად და ყველანაირი გადამეტების გარეშე 3-ჯერ მეტ ხელფას მიხდიდნენ, ვიდრე მქონდა, როცა იქ მუშაობდი, ანუ როგორც კონსულტანტი უფრო დამაფასეს და მიხვდა, რომ ჩაუნაცვლებელი ვიყავი. 6 თვე რო იწურებოდა, HR-მა უთხრა უბრალოდ, რომ აღარ შეიძლება, ანუ საკონსულტაციოზე შიდა პოზიცია ყავდეს ამდენი ხანი და უნდა აიყვანო კადრი, ან ნუ ელენე უნდა გაუშვა 6 თვის თავზე. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე მთხოვა, ვინმე მიმეყვანა, შემერჩია და ესე ვთქვათ, გასაუბრებები ჩამეტარებინა და ჩემ მეგობარს გავუწია რეკომენდაცია. და უბრალოდ მაგ მაგალითმა მასწავლა, რომ თუ ხარ ჩაუნაცვლებელი, ძალიან ბევრი მაგარი შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს შენს ცხოვრებაში. როგორიც არის მაგალითად ხელფასის მატება, მაღალი ბონუსი, დაწინაურება, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა, როცა შეიძლება ყველასთვის ეგ შესაძლებლობა არ არის ხელმისაწვდომი. სამსახურიდან რო წამოხვალ მერე კონსულტანტად დარჩენა მაგ კომპანიასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე მაინც ეს მიდგომა მაქვს, რომ თუ მიხვედი სამუშაოდ სადღაც და ნუ მოგწონს საინტერესოა და კარგად გექცევიან, ხო?
ჩადე ბოლომდე გული, ენერგია, დრო იმისთვის, რომ კარგად წახვიდე წინ და კიდევ ერთი უბრალოდ 9-დან 6-მდე თანამშრომელი არიყო, რომელიც არის ჩვენს ენაზე ჭანჭიკი. ერთ ჭანჭიკს გავუკეთებ თუ მეორეს აზრი რო არა. აქ არ უნდა იყო ჭანჭიკი, უნდა იყო მამოძრავებელი ძალა ამ კომპანიისთვის და თან არა აქვს მნიშვნელობა ძალიან მაღალი პოზიცია გაქვს თუ დაბალი, ძალიან ბევრი ადამიანი ასისტენტის პოზიციიდან მინახავს წინ წასული იმის ხარჯზე, რომ უბრალოდ ძალიან მაგარი იყო ყველაფერში კომპანიას, ყველაფერს უკეთებდა, HR-საც ეხმარებოდა, CEO-საც ეხმარებოდა, არ ვიცი, მძღოლებსაც ამენეჯებდა, ყველაფერს აკეთებდა, აყვანებს აორგანიზებდა, ინტერვიუებს აორგანიზებდა და შესაბამისად დაწინაურდა კიდევაც. აქედან გამომდინარე, ვიყოთ გეგმიურები იმასთან მიმართებაში, თუ რა სარგებელი გვინდა წამოვიღოთ სამსახურიდან. ავტორი გვეუბნება, რომ ჩვენ დამსაქმებელი შეგვიძლია ჩვენზე დამოკიდებული გავხადოთ ინტენსიურად ან ექსტენსიურად. ინტენსიურში იგულისხმება ნიჭი, როგორც იყო ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, აინშტაინი, ანუ ესეთი გრანდიოზული და სამყაროს მომცველი ნიჭი თუ გაქვს, მან ძალიან მარტივია, რომ შენზე დამოკიდებულები იყვნენ, იმიტომ რომ არ ხარ ჩანაცვლებადი, არ ყავს ესე ვთქვათ კონკურენტი, რა დროც არ უნდა გავიდეს, როგორც არ უნდა მოგბაძოს ვიღაცამ შენ მოწონ ხარ, იმიტომ ვიღაცას რომ შენ კონკრეტულად ეგ ნიჭი გაქვს და ეგეთი ხარ. მაგრამ არც ისე ბევრია ეგეთი ადამიანი, ვინც ინტენსიური ნიჭის მატარებელია. ამიტომ გამოსავალი არის, რომ განვავითაროთ ჩვენი ექსტენსიური ნიჭი, რომელიც ჰქონდა კისინჯერს და მაგალითად ნიქსონი ვერ იშორებდა თავიდან, ან ჰქონდა ბისმარკს და ვერ იშორებდნენ მეფეები თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ დიდად სიმპათიით არ იყვნენ მის მიმართ განწყობილები. ანუ რა ხდება მაგ დროს, როცა შენ გაქვს ექსტენსიური ნიჭი, გულისხმობს, რომ შენ დამოკიდებულებას ზრდი იმის ხარჯზე, რომ შენ ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებ და შენ დამსაქმებელი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რომ შენ იქ ხარ. და როგორც კი შენ იქ აღარ ხარ, ამ უსაფრთხოების გრძნობას კარგავს, მაგრამ ამას მუდმივად სჭირდება კვება. ბუნებრივი ნიჭის შემთხვევაში შენ უბრალოდ ნიჭიერი ხარ და 5 წელი შეიძლება არ მოგინდეს, რომ რამე დახატოვან იმღერო და მე მაინც მიგიღებენ. მაგრამ რაც შეეხება ექსტენსიურობას, აქ ხასიათიც უნდა დავაბალანსოთ, იმიტომ რომ არ გვეპატიება ძალიან პრეტენზიულები ვიყოთ. ანუ ესე ვთქვათ, ეს არის ნიჭი, მონუსხო ადგილი, შეხვიდე პროცესებში, შეიტანო შენი წვლილი და უნდა იყოს ეს ყოველთვის ინტენსიური და აქტიური. და შენს დამსაქმებელს არ მოუნდება, რომ სამსახურიდან გაგიშვას. ურჩევნია ყველა კრიზისი ერთად გადაიაროს და ჯერ თავისთავი გაუშვას და მერე შენ ეს ხუმრობით ვიდრე პირიქით, იმიტომ რომ შენ ხარ მისი უსაფრთხოების გარანტია, სიმშვიდის გარანტია და რატო აიდგიოს აუტკივარი თავი და პატარ-პატარა რაღაცაებზეც დახუჭავენ თვალს და გაპატიებენ. ავტორი გვაფრთხილებს, ისე არ წარმოიდგინოთ, რომ თქვენზე პატრონის დამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ მას უყვარხართ. სინამდვილეში ის შეშინებულია და ეშინია თქვენი, მაგრამ როგორც მაკიაველი ამბობს, უმჯობესია შიშს იწვევდეთ, ვიდრე სიყვარულს. შიშის მართვა შესაძლებელია, სიყვარულის არასდროს. უმჯობესია თქვენი დაკარგვის შიშით თქვენზე დამოკიდებულნი იყვნენ, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა უყვარდეთ. და მართლაც ვეთანხმები ავტორს, საერთოდ არ არის საჭირო, რომ სამსახურში უყვარდეთ, პირიქით, რაც უფრო დისტანციური და ზედაპირულია ურთიერთობები და ნაკლებად ფამილიარული და ძალიან არ დაუახლოვდებით თანამშრომლებს, უფრო მარტივი იქნება რაღაც გადაწყვეტილებების გატარება, რომელიც ყოველთვის სასიამოვნო არ არის, როცა ახლო ურთიერთობებში ხარ თანამშრომლებთან. ასევე უფროსის შემთხვევაშიც სიყვარული, ზედმეტი მეგობრობა, ზედმეტად ათქვეფა, სხვადასხვა სიტუაციაში ერთად ყოფნა, ერთად ჭამა, დასვენება, ლაპარაკი არ არის საჭირო. შემოიფარგლეთ იმით, რომ თქვენ ხართ კარგი ერთგული თავდადებული თანამშრომელი, არ გაითქვიფოთ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საპირისპირო მოსაზრება, ანუ ამ კანონის გამონაკლისი.
სისუსტე ისაა, რომ როდესაც სხვებს თქვენზე დამოკიდებულს ხდით, გარკვეული თვალსაზრისით თქვენც მათზე დამოკიდებული ხდებით. და მართლაც ასეა, ხო? რაც არ უნდა ჩვენ თავი დავიმკვიდროთ და ჩაუნაცვლებელი ვიყოთ, ჩვენ უფროსებზე ვართ დამოკიდებულები, უფროსები ჩვენზე არიან დამოკიდებულები, მაგრამ ძალაუფლება არ არსებობს ურთიერთ დამოკიდებულების გარეშე. მაგალითად ვამბობ, შენ თუ გინდა რომ იყო თავისუფალი, მაშინ არ გექნება ძალაუფლება, იმიტომ რომ თავისუფლება არის ტყეში, უდაბნოში მარტოხელა ცხოვრება, სადაც ალბათ არ ვიცი საჭმელი არ გჭირდება ან იქვე მოდის, ანუ თავისუფალი რომ იყო ყველაფრისგან, მაგრამ შენ თუ გინდა რომ გქონდეს იმის ძალაუფლება სამსახურიდან არ გაგიშვან და მუდმივად არ გინდა რომ ეს არასტაბილურობის შეგრძნება გქონდეს და რაღაცა შიშებში იცხოვრო, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, მაშინ გჭირდება ძალაუფლება. და ძალაუფლება თუ გჭირდება, ყველა ვარიანტში ძალაუფლების განმარტება არის ურთიერთ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელშიც შეიძლება ორი მონაწილე იყოს, ან უფრო ბევრი მონაწილე იყოს. ეხლა მეფის კარის დროინდელი მაგალითები რაც იყო, მეფე იყო იქ სუსტი, პატრონი, თუმცა მას მეფის სტატუსი ჰქონდა და ბისმარკი იყენებდა მაგალითად და კომპანიაში შეიძლება ეს იყოს CEO დამფუძნებელი ან ადამიანთა ჯგუფი, გააჩნია ხო როგორი სისტემა და სტრუქტურაა. სულ ეს არის დღევანდელი კანონის განხილვა. ძალიან მაინტერესებს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება სამსახურში და რა მეთოდები გამოგიყენებიათ იმისთვის, რომ თქვენ ყოფილიყავით ჩაუნაცვლებელი კატი. როგორც წინა ეპიზოდებში ვახსენე, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის პირველ კვირაში ვაპირებ წიგნის კლუბის დაწყებას, რომელსაც ქვია 22 წიგნის წრე. დავიწყებთ რობერტ გრინის ძალაუფლების 58 კანონის განხილვით, ოღონდ რამდენიმე თავს განვიხილავთ ხოლმე ერთად, რომ ახალ წიგნებზეც გადავიდეთ და გადავწყვიტე, რომ წელს წიგნის წრე იყოს უფასო. აქედან გამომდინარე, მომწერეთ Instagram-ზე, აქ დავურთავ სადმე აქეთან იქით, სადაც დაეტევა ჩემი Instagram-ის გვერდს. გამომიწერეთ Instagram-ზე, მომწერეთ, იმიტომ რომ იქ დავაანონსებ ზუსტად თარიღს, აქაც დავაანონსებ, მაგრამ YouTube-ი არ არის ესეთი სწრაფი კომუნიკაციის საშუალება და მინდა რომ მაქსიმალურად შეძლების და გვარად ყველა მსურველი ჩაერთოს. ვფიქრობ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ მექნება. თუ ბევრ ადამიანს მოუნდება, უბრალოდ გავაკეთებ რამდენიმე ჯგუფს. და დიდი მადლობა, რომ ეს ეპიზოდი ნახეთ.